და რა ხდება ოპოზიციაში ერთობის ნაცვლად ისე ურთიერთბრალდებები თანამშრომლობის ნაცვლად საჯარო დაპირისპირება გაერთიანდნენ დასაშრელად ოპოზიციური ალიანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს დაპირისპირების ეპიცენტრი კი უკვე ნაციონალურ მოძრაობაშია სადაც ყველა აკრიტიკებს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა კი ყოველდღიურ პოლიტიკურ სანახაობად იქცა ციხიდან გაკეთებული განცხადებები სოციალური ქსელებით გავრცელებული პასუხები და სატელევიზიო ეთერებში გაგრძელებული პოლემიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ოპოზიციის მთავარი დღის წესრიგი ამჯერად შიდა პარტიული ბრძოლაა. ვინ ცდილობს გავლენის გაძლიერებას, ვინ ვის ადანაშაულებს შექმნილ კრიზისში და რა დარჩა ერთობის იდეიდან. ნახეთ ლუკა ჩანგელიას რეპორტაჟი. მე მინდა ახლა აღვიქვა ნაციონალური მოძრაობის რამდენად დიდ ნაწილს აქვს ის გაცნობიერებული რომ ხელისუფლებაში აღარ არიან და უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ძალაუფლების დაკარგვიდან 14 წელი გავიდა. პარტიაში კი ისევ იმას არკვევენ რეალურად გადავიდნენ თუ არა ოპოზიციაში. მე ვარ იდეალისტი, მაგრამ აღმოჩნდი ძალიან ზედმეტად მიამიტი. ნაციონალურ მოძრაობაში დრო უბრალოდ გაიყინა. განახლების ნაცვლად პარტიას ხელში მხოლოდ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილი მანიფესტი, ეპისტოლეები და ინფანტილური წყენები შერჩა. აბსურდის წრე შეიკრა. ვითი ვირუჯები, რომელია ის დამცავი მისისგან, რომელიც ასეთ ფერს მაწვევს. ამჟამინდელი შიდა პარტიული ტურბულენტობა ერთ კონკრეტულ სკამს და მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თუ მოქმედ ფავორიტებს უკავშირდება. თინა, ანა და ნანა ახლა სამივე პარტიის თავმჯდომარეობისთვის ფაქტობრივად წესების გარეშე იბრძვის. არჩევნების პროცესი ბევრ რაღაცას ანახებს. ბუნებრივია გულდასაწყვეტია. ჩემი შიმერიანი ცხოვრება უნდა დავუყოთ. გაირკვა რომ ტახტზე ასასვლელად ექს-პრეზიდენტის კურთხევა საკმარისი აღარ არის. მთავარი ახლა უპირობო მორჩილებაა. მე არ ვარ ნაცისტი, მე ვარ მიჩისტი. ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც სააკაშვილმა პარტიის ლიდერად თავისი ძველი მეგობარი და ახალი ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. თუმცა ციხიდან გამოცხადებული ნდობა ზუსტად 5 დღეში გაქრა და მკაცრი გაფრთხილებით ჩანაცვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. მიზეზი ახალბედა პოლიტიკოსის ურჩობა აღმოჩნდა, მან მსჯავრდებული ლიდერის სურვილები უმნიშვნელოდ მიიჩნია და პირდაპირ მიანიშნა, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანის აღქმები შესაძლოა რეალობას აცდენილი იყოს. სააკაშვილისთვის, რომლის გამოგონილი ავტორიტეტიც პარტიის მორყეულ, თუმცა ერთადერთ საყრდენად რჩება, ეს წითელი ხაზია. ბელადმა ტრადიციისამებრ ისეთი შედარება გააკეთა, რომელიც იმდენადვე ამბიციურია, რამდენადაც კომიკური. მიშამ საკუთარ გუნდს ღიად შეახსენა, რომ ნელსონ მანდელას 30 წლიანი პატიმრობის მიუხედავად მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა. და სანამ მიშა ნელსონ სააკაშვილი ახალ ფავორიტს საჯაროდ ტუქსავს, პარტიის ფორმალურად მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკუთარ პოლიტიკურ ფიასკოს ბრიტანული ვოიაჟით ნიღბავს. ქვეყანაში არ ვიყავი, როდესაც ჩემთვის გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებს. ის სრული სერიოზულობით ირწმუნება, რომ სანამ ლონდონში მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა და პარტიაში გადატრიალება ისე მოხდა, არავის გაუფრთხილებია. ბოკუჩავა პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ შეკრული ხელფეხით მარათონში სირბილი შეუძლებელია. ამით კი ფაქტობრივად აღიარებს, რომ პარტიაში რეალური ძალაუფლება არც არასდროს ჰქონია. მე რომ მაგალითად თქვენ ახლა ფეხები შეგიკრათ და მოგთხოვოთ მარათონის გარბენა. და შემდგომ შედეგზე მოგთხოვოთ პასუხი. ვიქნები სამართლიანი. მეორე ფლანგზე კი ნანუკა ჟორჟოლიანის რადიკალური დღის წესრიგია. თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მისი მთავარი დაპირება იმ ოპოზიციური ალიანსის დატოვებაა, რომელიც ისედაც დაშლილია და სადაც ნაციონალურ მოძრაობას გარიცხულად მიიჩნევენ. მე რომ ვიყო ნაციონალურ მოძრაობაში, მე აუცილებლად გამოვიდოდი იმ კოალიციიდან, სადაც თავარ ლიდერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აგინებენ ყოველ დღე. ყალბი ერთობების ხელშემწყობი ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს. ანტურაჟის შექმნა არის აბსოლუტურად მოგონილი. ნაციონალურ მოძრაობაში რომ თავმოყარეობა გქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე. ამ ერთპიროვნულმა ენთუზიაზმმა ვეტერანი ნაციონალების მოთმინების ფიალა აავსო. პარტიის ძველი სახეები ჟორჟოლიანს ღიად უპირისპირდებიან და შეახსენებენ, რომ პარტია სრული ფინანსური და სტრუქტურული კრახის წინაშეა. მათი აზრით ახლა მართვის სისტემის გადარჩენაზე ფიქრის დროა და არა პერსონალური წყენების, მოგვარების ან ახალგაზრდების მხოლოდ ასაკის გამო დაწინაურების. თანამდებობების გადანაწილებისთვის არ ფსხელა და არ ფცალია. ახალგაზრდების მენეჯმენტში მოსასვლელად
ჩემი გადმოსახედიდან ბევრი ეტაპი ექნება გასავლელი. პარტიულ თანამდებობაზე საკუთარ ამბიციებს არც ანა წითლიძე მალავს. ის პირდაპირ აფრთხილებს კონკურენტს, რომ პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას მას არავინ მისცემს. მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორიც ალიანსის დატოვება. გადაწყვეტილებაც არ არის რაღაც ერთი და ორი ადამიანის მისაღები გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური საბჭოს მისაღები გადაწყვეტილება. ამ ტრაგიკომედიას შორიდან აკვირდებიან ყოფილი ნაციონალები. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის შიდა დაჯგუფების დაუსრულებელი კინკლაობა მისთვის უკვე უინტერესოა. სხვა პარტიაში მიმდინარე საკითხების არ მაინტერესებს ზოგადად, მაგრამ როცა არის თავდასხმები, მიწევს რომ პასუხი გავცე. მიმდინარე პროცესს ისიც გამოეხმაურა, ვინც დღემდე ვერ მიხვდა, რომ თანამდებობის პირი აღარ არის. ხან ჟურნალისტებს იმას უწუნებს, როგორ წარადგენენ და ხალხს აიძულებს ყოფილს მოქმედი პრეზიდენტი უწოდოთ. ოპოზიცია არის საკმაოდ დაქსაქსული თუ არა დაშლილი. ოპოზიციურ ველზე მიმდინარე ეს შიდა ომი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკას აძლიერებს, რადგან დადასტურდა ის, რასაც ოცნების გუნდი წლების განმავლობაში ამბობდა. ქართულ ოცნებაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა 2028 წლისთვის სააკაშვილისა და მისი დანაყოფების სრული განეიტრალება ფაქტობრივად თავად ოპოზიციის ხელითვე სრულდება. ერთმანეთი როცა არ გინდათ საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2034 წლის არჩევნებზე, 2025 წლის არჩევნებზე, 2020 წლის, 21 წლის არჩევნებზე და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, ხო? რაც ძალიან კარგია საბოლოო ჯამში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან. მომდევნო ორი კვირა ნაციონალური მოძრაობისთვის გადამწყვეტია. როდესაც თავისუფალი სკამებისთვის ღია ბრძოლა მორიგ ყრილობაზე დაიწყება, გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პარტია კრიზისის გადალახვას. თუ სააკაშვილის კარის თამაშები ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად თვითგამოცხადებულ პარტიას საბოლოოდ დაასამარებს. პრაქტიკი ერთია, სანამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რუჯსა და პირად წყენებზე დაფუძნებულ ურთიერთობას არკვევენ, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში პარტიის შიდა დისკუსიების მიღმა ვითარდება და დღის წესრიგს სხვა აქტორები განსაზღვრავენ.